გამარჯობათ. ვიწყებთ მერვე ლექციას ალბათობის თეორიასა და სტოქასტურ პროცესებში. ეს გახლავთ ნაწილი პირველი. ლექციის თემა მარკოვის ჯაჭვები, შექცევადი და შეუქცევადი მდგომარეობანი, ალბათობათა ფინალური განაწილებანი, სტაციონარულობა. ჩვენ პირობითად ვილაპარაკებთ რაღაც ფიზიკურ სისტემაზე, რომელიც ნაბიჯ იცვლის თავის ფაზურ მდგომარეობას. ჩავთვლით, რომ არსებობს განსხვავებულ ფაზურ მდგომარეობათა მხოლოდ სასრული ან თვლადი ε1, ε2 და ასე შემდეგ რაოდენობა. ქსიანით აღვნიშნოთ სისტემის მდგომარეობა n ნაბიჯის შემდეგ. ჩავთვალოთ, რომ თანმიმდევრულ გადასვლათა შემდეგი ჯაჭვი ქსი0-დან გადადის ქსი1 და ასე შემდეგ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ოღონდ დაცულია შემდეგი კანონზომიერება. თუ n-ურ ნაბიჯზე სისტემა არის ε მდგომარეობაში, მაშინ ის წინ სწრებ გარემოებათა დამოუკიდებლად შემდეგ ნაბიჯზე PIJ ალბათობით გადადის ε მდგომარეობაში. ესე იგი, PIJ ეს არის ალბათობა იმისა, რომ შემთხვევითი სიდიდე იღებს εJ ნიშნულობას, უფრო ზუსტად არის εJ მდგომარეობაში, იმ პირობით თუ წინა ნაბიჯზე ის იყო ε იმ მდგომარეობაში, სადაც I და J იცვლება 1, 2 და ასე შემდეგ. ზემოთ აღწერილ მოდელს ჰქვია მარკოვის ერთგვაროვანი ჯაჭვი, ხოლო PIJ ალბათობებს ჰქვიათ ამ ჯაჭვის გადასვლის ალბათობანი. ამათ გარდა აგრეთვე მოიცემა ხოლმე ალბათობათა საწყისი განაწილება PI0. ესე იგი, ეს არის ალბათობა იმისა, რომ ნულ ნაბიჯზე სისტემა არის ε მდგომარეობაში. ისმის კითხვა, რას უდრის ალბათობა იმისა, რომ სისტემა n ნაბიჯის შემდეგ იქნება ε მდგომარეობაში? აღვნიშნოთ ეს საძიებო ალბათობა PIJ-ით. ესე იგი, PIJ არის ალბათობა იმისა, რომ n-ურ ნაბიჯზე სისტემა არის ε მდგომარეობაში. n-1 ნაბიჯის შემდეგ სისტემა აუცილებლად გადავა ერთ-ერთში შემდეგ მდგომარეობათაგან εk, სადაც k იცვლება 1, 2 და ასე შემდეგ. თანაც εk-ში ის იქნება ტოლი აი ამ ალბათობისა. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ n-1 ნაბიჯზე სისტემა არის k მდგომარეობაში. იმ პირობით, რომ n-1 ნაბიჯის მერე სისტემა არის ε-k მდგომარეობაში, ალბათობა იმისა, რომ სისტემა n ნაბიჯის შემდეგ იქნება ε მდგომარეობაში, უდრის ε-k-დან ε-j-ში გადასვლის PKJ ალბათობას. გამოვიყენებთ რა სრული ალბათობის ფორმულას, გვექნება, რომ ალბათობა იმისა, რომ n-ურ ნაბიჯზე სისტემა არის J ფაზურ მდგომარეობაში, უდრის აი ამ ალბათობათა ნამრავლების ჯამს. ეს არის პირობითი ალბათობა. ეს კიდე ალბათობა იმისა, რომ n-1 ნაბიჯზე სისტემა არის ε-k მდგომარეობაში. ესე იგი, ეს ფორმულა ჩვენ მოგცემს PIJ ალბათობებისთვის შემდეგ რეკურენტულ თანაფარდობებს. PI0 არის PJ0, ხოლო PIJ არის ჯამი PKn-1 გამრავლებული PKJ-ზე. თუ საწყის მომენტში სისტემა არის გარკვეულ ε მდგომარეობაში, მაშინ ალბათობათა საწყისი განაწილება ისეთია, რომ PI0 უდრის 1 და PK0 უდრის 0-ს, როცა k არ უდრის ის. ხოლო PIJ ალბათობა ტოლი იქნება n ნაბიჯის შემდეგ სისტემის ε მდგომარეობიდან ε-J მდგომარეობაში გადასვლის PIJ ალბათობისა. აი ასეთი ფორმულა არის. PIJ უდრის აი ამ ფარდობით, პირობით ალბათობას.
როდესაც საწყის განაწილებას აქვს სახე P0 უდრის 1 და PK0 უდრის 0, თორსა K უდრის 0-ს. მაშინ ეს რო ავუთხი ფორმულა გვაძლევს შემდეგ თანაფარდობებს გადასვლის PGN ალბათობებს შორის. აი ეს ფორმულა. ესე იგი PG0 უდრის 1, თორსა G უდრის 0-ს წინააღმდეგ შემთხვევაში და PGN კიდე არის ასეთი ჯამი. მოსახერხებელი არის შემოვიტანოთ ასეთი მატრიცა. PN არის PEGN. ესე იგი ეს რა მატრიცა არის? ეს არის მატრიცა, რომლის ელემენტები არის ალბათობანი, რომ n-ურ ნაბიჯზე წინა ეფსილონი მდგომარეობიდან გადავიდა ჩვენი სისტემა ეფსილონჯი მდგომარეობაში. მაშინ 8x ფორმულის ძალით გვექნება, რომ P0 არის ერთეულოვანი მატრიცა, P1 არის P, P2 არის P1 გამრავლებული P-ზე, ანუ P კვადრატი და ასე შემდეგ. აი ახლა ჩვენად ვიცით, ესე იგი I არის ერთეულოვანი მატრიცა, P კიდე არის გადასვლის ალბათობათა მატრიცა. აქედან ჩანს, რომ ადგილი აქვს შემდეგ ტოლობებს. PN უდრის P ხარისხად N. ამის ილუსტრაციოდ განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. პირველი მაგალითი იქნება ამოცანა წიგნების დასტის შესახებ. ამოცანა ასეთია. მაგიდაზე აწყვია M-ცალი წიგნისგან შემდგარი დასტა. თუ თითოეულ წიგნს აღნიშნავთ შესაბამისი ნომრით, მაშინ მათი განლაგება ზემოდან ქვემოთ შეიძლება აღწეროთ M ცალი რიცხვისაგან შემდგარი I1, I2, ასე შემდეგ IM გადანაცვლებით. სადაც I1 არის ზემოთ მდებარე წიგნის ნომერი, I2 შემდეგი წიგნის ნომერი და ასე შემდეგ და IM არის ბოლოში მდებარე წიგნის ნომერი. დავუშვათ, რომ თითოეულ წიგნს ვიღებთ გარკვეული ალბათობით. ვთქვათ, წიგნის ნომრით K ვიღებთ PK ალბათობით. თანაც დაბრუნების დროს წიგნს ვდებთ ზემოდან. ავიღოთ ნებისმიერი მდგომარეობა I1, I2, IM. შემდეგ ნაბიჯზე ის ან დარჩება უცვლელი, რაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუ P1 ალბათობით ზემოთ მდებარე I1 ნომრიანი წიგნის წიგნს ამოვირჩევთ. ან კიდე გადავა IK, I1 და ასე შემდეგ მდგომარეობაში, იმ შემთხვევაში, თუ ამორჩეული იქნება IK ნომრიანი წიგნი PIK ალბათობით. ჩვენს წინა მარკოვის ჯაჭვი ისეთი მდგომარეობებით, რომ თითოეული მათგანი აღიწერება შესაბამისი I1, I2, ასე შემდეგ IM გადანაცვლებებით და გადასვლის ზემოთ აღნიშნული ალბათობებით. შევჩერდეთ M უდრის 2 შემთხვევაზე. მაშინ გვაქვს ორი მდგომარეობა. ε1 უდრის 1-2-ს ან ε2 უდრის 2-1-ს. ესე იგი, პირველ შემთხვევაში ჯერ პირველი წიგნი დევს და მეორე და მეორე შემთხვევაში პირიქით. ცხადია, რომ გადასვლის ალბათობები არის P1 უდრის P2 უდრის P1 და P1 უდრის P2 უდრის P2-ს. ეს ადვილი შესამოწმებელია, იმიტომ რომ P1 რა არის, რომ ეს გადავა თავის თავში. ეს მოხდება მაშინ, თუ ავირჩევთ ჩვენ ერთიანს. ერთიანის არჩევის ალბათობა არის P1. ეხლა P2 რას ნიშნავს P2? P2 ნიშნავს, რომ ε2-დან გადავართ ε1-ში. ეს მოხდება მაშინ, თუ აქ ამოვირჩევთ ერთიანს. ესე იგი, აქაც ალბათობა არის P1. ანალოგიურად ხდება აი ეს ნაწილიც. და ამრიგად გადასვლის ალბათობების მატრიცას აქვს შემდეგი სახე. ეხლა ნახოთ, რა იქნება ორი ნაბიჯის შემდეგ გადასვლის ალბათობები. ნუ ჩვენ ვიცით, რომ ეს უნდა იყოს P კვადრატი. აი ესეთი ელემენტარული გამოთვლებით იმის გამო, რომ P1 + P2 უდრის 1-ს, ნახავთ, რომ P კვადრატი უდრის P-ს და საზოგადოდ P ხარისხად N უდრის P-ს. ამრიგად,
ალბათობა და ნებისმიერი საწყისის განაწილების დროს გვაქვს, რომ n-ი როცა უდრის 1, 2 ასე შემდეგ, აი ამ დროს p1n-ი უდრის ყოველთვის p1-ს, ხოლო p2n-ი უდრის ყოველთვის p2-ს.